ესე იგი პოლიციამ გამაჩერა და შემდეგი წარმოების ავტომობილები BMW-ი. აი იმას წააგავს ფორმებით. ფერი მაგარი აქვს, მაგრამ ახინჯია. მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად გერმანიიდან, მიუნხენიდან. დღეს მინდა წავიდე BMW-ს მუზეუმში, გუშინ დაკეტილი იყო, სამშაბათს იხსენებაო, საბოლოო ჯამში როგორც გავარკვიე. გერმანიაში პირველად არ ვარ, მანამდეც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ მიუნხენში პირველად ვარ და რა ვიცი, ყველა ვარიანტში ისეთ ადგილზე ვარ, სადაც იწარმოება BMW-ები, ნამდვილი ბავარიული ავტომობილები. მოკლედ, მიუნხენში არის ასევე BMW-ს მუზეუმი, როგორც გითხარით და არის BMW-ს ქარხანა, რაც ძალიან იშვიათი არის, შუა ქალაქში რომ ქარხანა იყოს, სადაც იწარმოება მესამე სერიები და ელექტრო კომპონენტები და რაღაც ელექტრო ძრავები იწარმოება აქ ქარხანაში. ქარხანაშიც მინდა შევიდე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოახერხებ, იმიტომ რომ რაღაც არ პერიოდულად არის ხოლმე ეს ტურები და მოკლედ ადგილზე რომ მივალ გავარკვევ, ChatGPT-ს ვკითხე და დიდი ალბათობით ვერ შევალ, იმიტომ რომ დღეს წესით არ იქნება ღია, მაგრამ BMW-ს მუზეუმი ნამდვილად ღია არისო. ხო, ამით რაც შეეხება, საკმაოდ ისეთი გრილი ამიდია, მაგრამ წინა დღეებში საკმაოდ კარგი ამიდები იყო, მოკლედ კლავიარები დავდივოდი, მაგრამ დღეს რაღაცა ცოტა სუსტი არის. ამიდი მზე კი ანათებს, მაგრამ რა ვიცი, აი შეხედეთ თქვენც. ხო, კიდე ქუჩებში შემხვდა მომავლის ავტომობილები, რომლებიც ჯერ წარმოებაში არ არის ჩაშვებული, კამუფლაჟირებულები. ასევე შემხვდა მესამე სერიაც, რომელიც ჯერ ასევე გამოსული არ არის და კი რაღაცა YouTube-ში გაზრონა მისმა დიზაინმა, მაგრამ საბოლოო იერსახე მაინც არ არის ჯერ გამოსული. თუ შევხვდა სადმე, კონკრეტულად ეს მესამე სერიის, რომელიც გადაღებაც ახლოდან შემიძლია, აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებ თქვენს. და საკმაოდ ხშირად დადეს უკვე 4 მანქანა შეხვდა ეს კამუფლაჟირებული, რომელიც არის და რა საინტერესოა რა მომავლის ავტომობილისო წინასწარ ხედავ რანაირი უნდა გამოვიდეს რა. აი მოკლედ ახლა ლაპარაკით აღარ შეგაწყენთ თავს და პირდაპირ დავუშვები BMW-ს მუზეუმისკენ. აი მესამე სერია რასაც ვიძახ, მაგრამ აი ვერ მოვასწრე რომ კარგად ჩამერთო კამერა. მესამე სერიის კამუფლაჟირებული. მოვედი ახლა სხვა გაჩერებაზე, უნდა გადავჯდე. წევან წამოვაყარაკიდევაც უნდა. აი, საწვიმარი გადავიცვი, მაგრამ ახლა კარგი ამინდი გამოვიდა, ვერ გაიგებ მოკლედ რა. 173. აი ეს მინდოდა, მაგრამ გამასწრო. ოკეი. აი ნახავ ახლა კიდე. რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი. 19 წუთი ხო არ გადავჭი. ჩემი ბრალია. რომალე უნდა მემოქმედა. აი რა გაიწყო. აქვე ყოფილო. აი შეგახედოთ. ტარა! აქედან ხო ფეხითა ჩემილია მივიდე პირდაპირ. რო არ ველოდო. 20 წუთი. რაღაც 1 კილომეტრია იქამდე. იტოქში 12 წუთს მიწესა და დავივლიე რა. იგივე დრო დამჭირდება, მაგრამ პატარა გავხურდები, გავთვევი მაინც. 4 გრადუსი. ხოდა, მე კიდე ცოტა თხლად ვაქვს, წამოღებული. ასაც მე ერთი ხუდი მაგ და ერთი ესაწუმარი. მიგარი და ეგ. ტოქში ფეხი წავალ რა. როგორც კვერიანი. ამა თუ ყურე, ბიჭობებზე. ამხელებია. მაგარი. აი BMW-ს მუზეუმიც. აი მოვედით. ხო, საინტერესო ფაქტი არის ის, რომ როგორც მოვიძიე, მოკლედ ეს აშენდა, ამ მშენებლობა დაიწყო 1972 წელს. არავე რამდენიმე წელი დასჭირდა, მეგონი 6 წელიწადში დაამთავრეს და ამის დიზაინი არის, მოკლედ მსგავსებული არის
ძრავის ცილინდრებს. მოკლედ არის 4 ცილინდრი, აი ეს ქვემოთ ეს 4 ცალი ცილინდრი და ნუ ზემოდან არის უკვე ძრავის გალოკას რასაც ვეძახით, მოკლედ ეგ აქვს დაფარებული. იდეა ეგ არის და კონსტრუქცია არის ისეთ, რომ თითქოს დაკიდებული არის ეს 4 ცალი ცილინდრი ჰაერში და ნუ თითქოს ზემოთ ქვემოთ მოძრაობს და მის ქვემოთ კიდე ძალიან პატარა, რავი, შაფტი, რავი, პატარა საყრდენი აქვს, რომელზეც მე მთლიანად არის დაკიდებული ეს შენობა. აი, მოკლედ ახლა გადავალ თამხარეს. სხვათა შორის ნახეთ, აი რა ავტომობილია ახლა ეს, ალბათ თუ გამოიცნობთ. ლურჯზე მაქვს საუბარი. ხო, მაგარი ვიდი აქვს. კი. ამო მივიდეთ ერთი ახლოშიც. ბიჭო არა, გარეთ კინა. ეს ბაზარი არა. იღება. აი, აბა შევიდეთ შეგნით. ლოკერში დატოვე. უბრალოდ აქ უნდა დატოვე. შევიდეთ. არა ეს რა. Put in your items inside something. Okay. როგორც ვთქვი, ეს უნდა დავტოვო. როგორ წერია? ანუ იმ რაღაცის garaში, მონეტის garashi არ დაიკეტებოდი. აი, წავიდეთ ახლა. 17 ევრო გადავიხადე. ხო და როგორც გავარკვი აქ მოკლედ 3 თვით ადრე უნდა დაჯავშნო რომ შეხვიდეო ქარხანაში და შესაბამისად მე ვერ ვახერხებ შესვლას. ხვალე რომ მოხვიდეო ადრიანად რომ შეიძლება ვიღაცა იყოს ვისაც დაკენსელებული კონდესო და ნუ მასზე ანუ ცოცხალი რიგისავით რო იყოსო შანსი გეძლევა რომ შეხვიდეო, მაგრამ ნუ ხვალე რეალურად პირველ საათზე აქედანმა გამოფრენა, ამიტომ დავაგვიანე მოკლედ. დავაგვიანე რა მოკლედ უნდა ვცოდნო და 3 თვით ადრე უნდა დამიჯავშნო. ხო, მაგრამ არა უშვებს რა. რა ვიცი, ოდესღაც თუ მოხდები კიდე მიუნხენში, რატომაც არა, უკვე მეცოდინება როგორ უნდა მოვიქცე და წინასწარ დავჯავშო. ხო, ეს ცნობილი ფაქტი რომ BMW თვითმფრინავის ძრავებს აწარმოებდა ერთ-ერთი პირველი ძრავი. თვითმფრინავის. მოკლედ იწყება ყველაზე ძველით, მე უკვე რეპროდუქცია ახლების გამოცემი და ქვემოთ კიდე უფრო ახლები არის განახლებულები. ეს კარბონის, აი, სხვათა შორის გაკეთებული მაქვს მენამუშევარი მაქვს i3-ზე. ეს ლანჟერონებს ქონა, უკანა ლანჟერონებს ქონა დეფორმაცია. აი ეს სტრუქტურა ეგ რაც არის ალუმინის და ნუ ის ალუმინი გასწორდა ხო რა შეეხება ახლა თუ გატეხილი არის კარბონი, კარბონს არაფერი არ იშველება. ნუ რაღაც ვარიანტი შეიძლება მის შეკეთება, მაგრამ ნუ ძირითადად უკვე აღდგენას აღარ ექვემდებარება ხო, აღარ ექვემდებარება ხოლმე გატეხილი კარბონი. დაშლილი დაჭრილი მდგომარეობაში. ეს სავარაუდოდ M6 არის, იმიტომ რომ კარბონის სახურავით არის. ეს BMW-ის ბოლიდი. კარბონით არის. ეს ფორმულა 2-ის არის, როგორც ვიცი. აღნიშნული, რა ვიცი, კი არ წერია სადმე რომ ფორმულა 2-ის არის, მაგრამ მე მგონი ფორმულა 2-ის არის ეს კონკრეტული მოდელი. ბევრად დიდი არის, სხვათა შორის იმას გრძელი არის უფრო. 930 ცხენის ძალას გამომუშავებს. აი ეს პატარა ძრავა. რა მაგარი ფერია ბიჭო.
საინტერესოა რამდენი აქვს გარბენი ხო ეს და შეუღებავს გავს. კი ბატონო. შეუღებავია. ქარხუნზეა რა. ქარხუნს აღებავზეა. კარგად გაუპრიალებიათ. ჯორა კაი მდგომარეობაშია. უკვე 60. მექანიკა ესეც. F10 G20 და G60 სულ ახალი უკვე. არ ვიცი ძმაო, არ მოწონს რა უკეთო ეს ახალი. ხო, მოკლედ BMW-ს ახალი ხედვა არისო, ამ კონცეფტში 2023 წელს არის შემუშავებულიო და თუ დავაკვირდებით რომ 2026-იც iX3 ესე დიზაინის არის, ყველა შემდეგი წარმოების ავტომობილები BMW-ს ესე იქნება. ვიდი კი აქ ეს მომავლის ავტომობილის. ამას არაფერი არ იქნება ატმოსფერული ძრავი, სულად ელექტრო იქნება დარწმუნებული ვარ. რა დაობა სარკეები აქვს. კამერები სინამდვილეში. კონცეპტი. როგორ აქვთ ნაფიქრი აეროდინამიკაზე? სარკეები სადა აქვთ? ლეგენდარი M50. ეს რომელია? i3? და მე მგონი i3-ია სავარაუდოდ. იმიტომ რომ უკან B48 ძრავი უდევს, B46. სამ ცილინდრიანია თუ არ ვცდები. ან 1 და 3 აღარ მახსოვს ზუსტად სიმართლე ვგითხრათ. კი, აი, B48 ძრავი. ცა გამოვიდა ეს ძრავი. და წინ უკვე ელექტრო ძრავი აქვს. BMW M1, რომელიც ასევე პირველად ვნახე, ამას უკან აქვს, უკან მქონდეს BMW-ს 2 ლოგო წესით. თუ არ ვცდები. კი ბატონო, აქეთ და იქით. და სხვათა შორის ეხლა ოკეი, აი ჩემო ძმო. და სხვათა შორის ეს დიზაინი აქვს გადმოტანილი ახალი X-M რომ გამოუშვეს, იქაც ესე აქვს გვერდებზე გადმოტანილი 2 ცალი BMW-ს ემბლემა. და ერთს ვიტყოდი რომ ყველაზე მაგარი BMW 8 ცილინდრიანებში არის E92 M3 ჩემი გადმოსახედიდან. შესაძლოა ქარხნულთვე გამოდის მექანიკა და რავი ავტომოყვარულისთვის, რავი ამაზე მაგარი ავტომობილი, რავი ჩემი აზრით BMW-ს არ შეუქმნია, არც E60, არც შემდეგი თაობები, არც მანამდე, არც E46, ეს არის ყველაზე მაგარი. კი, მანევრი და რაღაცა შეიძლება E46-ს უფრო კარგი ქონდეს, რადგან უფრო მსუბუქი და პატარა არის, მაგრამ 8 ცილინდრის ხმა და მექანიკა სულ სხვა, მით მეთანხმებით ლაიქი. ნახე რა ვიძია, ბიჭო, ფერიც როგორ უხდება. ულამაზესია. CSL ვერსია ხო არა? GTS ვერსია ყოფილა თან. ეს გაზდილი აქვს ამას მოცულობა 4 და 3-მდე, თითქმის 4 და 4-მდე აქვს გაზდილი. 450 ცხენით. ულამაზესი.
ეს უკვე DTM-ის არის. F82. ხო. M4. გაგრილებისთვის საიდან ამოდის აეროდინამიკისთვის. ჭრილებს შეხედეთ. კარბონ კერამიკა და ნახეთ რანაირი დამცავი აქვს. შიგნით ესეც კარბონის არის. ნერა დაბალია. შევდაროთ. მეგონი მთავრდება უკვე გამოსასვლელში შევდივარ. აქ გადავიღე აქ მწვანე სცენაზე სურათი. თუ მოახერხე ამოვანათებ, რანაირი გამოვიდა. აქ იყო ჩემი ლოკერი სადღაც. მეგონი აქ. ოკეი. აი. ძალიან ჩუმად საუბრობდი წეღან. იმიტომ რავი, ზოგადად ძალიან ჩუმად საუბრობენ აქ. მეც ახლა ხო ვერ დავიწყედი ხაჯივით ყვირს და ხმამალს. ყველა ჩუმად თავისთვის რაღაცას ფუსფუსებს, რაღაცას ლაპარაკობს წყნარად. აი ეს შენობა ცენტრალური ოფისი. აი რაზეც გეუბნებოდით. რო არის თქო ცილინდრების ფორმალურად ძრავის ცილინდრის. და აქეთ გვერდზე არის ქარხანა. ეს არის BMW-ს ქარხანა. აი εκεί წარმოება მესამე სერიები. მაგრამ სამწუხაროდ არაო ძმაო 3 თვით ადრე მინიმუმ უნდა ჩაეწერო, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან მოთხოვნადია და ისე მე არც ერთი ქართველი არც იუთუბერი მინახავს. აუ ქართველი არავინ არ მინახავს რომ შესულიყოს ესე ქარხანაში და გადაიღოს ავტომობილის წარმოების პროცესი. და საკმაოდ ისეთ შანსი მქონდა, რომ გადამიღო ეს პროცესი და მეჩვენებინა თქვენთვისაც, მაგრამ რა ვიცი, ვერ მოახერხე, მაგრამ თუ შემდგომში დავაპირებ ჩამოსვლას მიუნხენში, უეჭველი წავალ და გვპირდებით, რომ გადავიღებ საწარმოო პროცესს. აუ ძალიან საინტერესოა რა. შევალ სალონში, სადაც BMW სალონში, სადაც არის უახლესი ავტომობილები. BMW ცენტრსაც ვეძახით. შევალ და მაგებს გადავიღებ, მაგ ავტომობილებსაც და გაჩვენებთ, რა ვიცი თუ შეიძლება ჩაჯდომა სალონში. ეხლა აქ აკრძალულიყო თითის დადებაც კი არ შეიძლებოდა რა და მივალ და უახლეს ავტომობილებსაც გაჩვენებთ. ო, ბიჭო, ო, ისევი. აკუნორება. ვერ წარმოვიდგენთ ისეც. ეს ქართული ტერიტორია არის. A few moments later. მოკლედ, ესე იგი პოლიციამ გამაჩერა და ეხლა ეგ რო ვიდეოებს ვიღებდი რა BMW-ს ქარხნის წინ. ჯერ თავიდან მიკროფონის გუბკა ღრუბელი რაც ქონდა ეგ მოძრა, მე შევამჩნია და უკან წავედი მოსაძებნა და ვიპოვე. მე მეორე გზაზე ანუ ლოკაცია მქონდა მონიშნული და წამოვედი და მე უცბად მაპმა შემიცვალა რომ ლოკაცია რომ სხვა მიმართულებით გირჩევნია წახვიდე უფრო მალე მიხვალ და უკან მივრუნდი და მოკლედ ამაზე რაღაცა იეჭვეს რომ არ ვიცი რა ვიცი საეჭოთ ჩანდაო ეს ყველაფერიო და ხო გამოიძახეს პოლიცია მოვიდა გამაჩერა გამჩხრიკეს არ გადამაღებიეს ის ორი ვიდეო წამოშლევინეს
იქ რაც გადავიღე, ანუ BMW-ს ცენტრში, არა BMW სამყარო რაც ქვია, მანდ რაც გადავიღე, გარედან ვარ გადაღებული და ის ორი ვიდეო წამშავეს, ჩაიწერეს მონაცემები, ვინ ვარ, რა ვარ, რატო მე აუხსენე მეთქი YouTube-ისთვის ვიღებ ვიდეოებს მეთქი, ჩენელი ვაჩვენე კიდე, რა ვიცი ეს ხო და რა ვიცი. და ბოლოს გამიშვეს მეთქი ხვალე მიდივარ მეთქი და ყველაფერი ჩაიწერეს ტიმემ. ვაფშე ყველაფერი, რავი. გამოკითხეს ხო და მე ჩაულებრად გაგვიშვებთო და ეს просто BMW-ს პოლიტიკას ეწინააღმდეგებაო და მეთქი ოკეი, კაი. That's it. აი წეგან ვიძახდი კამუფლაჟირებული მანქანები ბევრი დაგისკო და აი შეგახედოთ ახლა. სავარაუდოდ ეს არის მე-7 სერია ან i7. აი ახლდანაც რო შეგახედოთ. პლასტმასები აქვს. სულ მაინტერესებდა რითი იყო დაფარული. მეგონა ჩაოლები პლიონკა იყო, მაგრამ არა, აი პლასტმასებიც კი აქვს, რომ ფორმები არ გამოჩნდეს და აქმადი არ იყოს. აი სალონშიც კი გადაფარებული აქვს. ტორპედოზე ხარ ჩასა კარგად. აი შეხედეთ. როგორი ისინი აქვს დაკრული. აჰა. YouTube-ზე ძალიან ბევრი მაქვს ნანახი ხლა ესეთი ახალი გამოსული როა სატესტო რეჟიმში და მისი დიზაინი რო დაფარული არის. ეს სავარაუდოდ i7 არის რა. აი იმას წააგავს ფორმებით. მაგრამ აშკარად კაპოტზეც რაღაცა ცვლილებები ექნება. სარკე, მე მგონი. იგივეა. სავარაუდოდ, მაგრამ აქაც დაკრული აქვს. სახელურები იგივე არის. აქაც და აქაც. ეს 7 სერია. ეს დაბურულია. პატარა სპოილერით. აქვე არის ცენტრები. ამ ქუჩაზე და ხალი მე-5 სერია. ახლა სულ ახლები, სულ ახლები. აი, წამოშევიდეთ. ახლობდით. ნაპას ტყავს რომ ეძახიან, ნამდვილი ტყავი არ არის, მაგრამ ხარისხი უკეთესი აქვს. ტყავის ეფექტი იძლევა. აი ესეთი საკის ხუფები დავაყენე ჩემს მესამე სერიაზე. ემის და სხვათა შორის ეს გველის თვალებია. გველის თვალება განათება ძალიან ლამაზი არის. კი. აია. არ ვიცი ვარღვე თუ არა წესს, მაგრამ გაიღო კარები და ჩავში. ლეონიკო. Pilot სპორტები. მეგონი 19-ები უნდა იყოს წესით. კი, 19-ია 255, 35. ამ ზომის დაყენებას ვაპირებ მე სხვათა შორის. საბურები შეიძლება ცოტა განიერები 265-ით დავაყენე, იმიტომ რომ აშკარად, აი ეს რო უყურებ, აშკარად შიგნით არის. ფლიანეცები უნდა ეხლა ამას, მაგრამ დაგდებულზე სადღა დაგდებულზე ჩემთან ავიცი. აქ შედის 3 თითი და ჩემთან 2 თითი ძლივს ეტევა. ნახოთ. ხო, ამ დისპლეისთან დაკავშირებით, რავი, მე ჩემი შეხედულება მაქვს, რა ვიცი, მე ძალიან არ მომწონს. ამ სასტიკად წინამდე იგივე ეს რა, წემუდან გამოწერილი ეკრანი თუ არის დარჭობილი, არ არის ეს გაცილებით ლამაზად არის ეს რო გადადის ეს ფორმები. კი, ეს უფრო გამოჯობესებულია, მაგრამ რა ვიცი, მე არ მომწონს. კარბონით გაწყობილი მშვენიერი. აი ეს არის გულისამრევი. იმიტომ რავი, ცოტა old school-ის ტიპი ვარ რა. ევასებას გადართო, გადმოვთო. Yeah. Thank you so much. აჰა. Cover შეუძლიათ. ემ ლოგოთი.
სხვაობა თამის შიგნით არის ერთი ის ბენზინის ნასოსი, დანარჩენი ყველაფერი იგივე არის, ეს ვიზუალურად, უბრალოდ შიდა აპდეიტია გაკეთებული ძრავზე. ეს turbo upwards, yeah? Down. Down. Wait, I give you the key. Okay, maybe that's the issue. I don't know Deutsch and that's why. You have to put your feet on the. Brake? Yeah. Yes. So now it's done. That's cool. That's good. Thank you so much. Now we can flip back. Yes? Upwards. Yeah. Mama, una da coco. Okay. Lato. არა არ ქოქა მამა ის ახლა გადახვალ. 99,000 ევრო ეს ტაქსების დამატებით სავარაუდოდ. შვენიერია. გამოვიყვანოთ და ეს შევიყვანოთ. Okay. აია? მაგარი. რომელ თეთრი BMW აღარ გიყვარს? ეს გიყვარს ახლა? ო. ვიყიდო. მე ის თეთრი მიყვარს. ვიყიდო. მე-7 სერია. გვერდიდან ძალიან მაგარი შესახედი არის, მაგრამ ავი წინ არ მოწოს რა ვქნა. ეს წვრილი ფარები რაღაც. მე მახინჯება, მაგრამ ალბათ ამასაც მიეჩვევა თვალი. არა, აქ იგრძნობა რომ უფრო მაღალი ხარისხის ტყავია ვიდრე მესამე და მეოთხე სერიებში. აგერ ჩვენ ჯიგარი მესამე სერია, ტოურინგი არის, უნივერსალი. ალამაზი არის. მე ძალიან მოწონს. უბრალოდ ჩემი აზრით შავი ფერი რაღაცა უკვე ძალიან ის არის რა, რაღაცა შავი დუტი პიცოტი და შავი სემსოტი და შავი ამოვიდა ცოტა ყელში ჩემი ეს შავი და ცოტა უფრო ნათელი ფერები მომწონს ამ ბოლო დროს. რა თქმა უნდა ძალიან მაგრად უხდება ეს ფერიც, მაგრამ შავი უფრო ფორმებს უფრო ჭამს რა და შესაბამისად ის ვიზუალი აღარ აქვს, ის სილამაზეები ისე კარგად აღარ ჩანს. ეს მეგონი 320-ია, ხო? ამის ფასი არის 71,000 ევრო. ეს სტანდარტულად უკვე ეს მონიტორი, იდიოტიზმი, გადამთვლელი, დანარჩენი ძალიან მოწონს. 48, ხო? კი, დეფორსირებული, 190 ცხენი ზალა. ეს დიზელია, ხო? ოკეი, აი. დიზელი ყოფილა. შევამჩნი. დი. ძალიან პრაქტიკული არის აქ. ალბათ უგაიღება. შვენიერი სივსია. ნაცი რა. ჯერჯერობით ახლა მე ის ამ ზომის ავტომობილი მყოფნის. და აქ ძალიან პოპულარული არის ტოურინგი, უნივერსალ ვერსიები, იმიტომ ძალიან პრაქტიკული არის. მეტი სივრცე გაქვს არეალი. ძალიან კარგია და სხვათა შორის მე ვიზუალზეც მოწონს. ადრე იყო ხოლმე რომ რაღაცა უნივერსალი კატაფალკა და ასე შემდეგ, მაგრამ არა, რაღაცა გემოვნებები გეცვლება ცოტა ადამიანს. აუ ეხლა შორიდან შევხედო თუ მაგარი ვიდეო არა აქვს უნივერსალს. აქვს. აქაც ემპაკი არის, აქ 3 თითი შედის, რომელიც ბევრმა შემოგთავაზა, არის ეს მესამე სერიაშიც ესეთი იქნება ვიზუალი. ეს კონკრეტული ახლა არის სრულად ელექტრო, მესამე სერიაც როგორც ვიცი სრულად ელექტრო იქნება. ეს BMW old school-ის გრილს გავს, მაგრამ არ მოწონს რა. ულახდილად რომ ვთქვათ. ამის დიზაინი არ მოწონს, რავი, წინ სულ პლასტმასია. ეს ფარები. iX. ამოხლა გავიდეთ M Division-ში. იქაც უნდა. G80-ია? კი, G80.
რა მაგარი ფერია. აი, ახლა აი კამერაში რო უყურებ, ეს ჩანს ლურჯი, მაგრამ ლაივში რო უყურებ, აი რაღაცნაირი ცის ფერი, მომწვანო ფერი აქვს რა. აუ, ძალიან მაგარი ფერია. ჯერ დისკები ნახეთ როგორია. ნახეთ. კარბონ კერამიკული მოხურჭებით. განამდენი გვაქვს, უკან გვაქვს 21-ები. წინ შეიძლება წინ არის 20, კი ბატონო. აი ნახეთ, ქარხანა როცა გამოდის ავტომობილი. აი ესეთ რაღაცებს ყოველდღიურად არ აქცევენ. იმიტომ რომ იცი რომ მაინც ქარხნულია და ტაივანებს ვთხოვთ ხოლმე ჩვენ რაღაცებს კარგად რომ დაждდეს, მაგრამ აქაც აი ეს ცოტა დიდი აქვს დაღებული პერი, აქეთ უკვე კარგად ძის. ხო და უკვე მე შესაკეთებლად ადამიანთან რომ იყოთ ხოლმე ავტომობილი. უკვე გონიათ რომ ან ხელოსანო ვერ გავაკეთა წესიერად, ან ჩინური ტაივანის ნაგავი არის, მაგრამ ქარხანაც არის ესე რომ ესე ჯდება ეს დიდი ზაზური მერე წვრილდება. აქეთ კარგად ის. აბა დამიწერეთ კომენტარებში, მოგწონთ ეს ფერი? მაგარია, მე ძალიან მომეწონა. ახლა აქ ხალხიან მოსული. ერთი ყიდულობს მეოთხე სერიას და მეორე არის AX3-ს ყიდულობს. აი ჩემს უკან ვაყენია, აი ამნაირს ყიდულობს. მაგარია. ფერი მაგარი აქვს, მაგრამ ახინჯია. დავსხდეთ ერთი. მენაცი და სამეძი აწეურის უნდა ჩავწვიცოთ. ახლისუნია. ეს გადამთვლელი გულისამრავი, მონიტორიც გულისამრავი, მაგრამ სამაგიეროდ იგრძნობა რა. Power and Wilkinson. და საკმაოდ დიდი არის, მესამე სერია საკმაოდ დიდი არის. რაც რომ საკმაოდ ლეგრუმი მაქვს. აი აქ მაქვს პრობლემა თვითონ ბოტასები ეხება სავარცხეს. ნუ ამის ცოტა მაღლა აწევა შეიძლება ძღოლის დისკომფორტის ხარჯზე. კაპოტი. ალბათ ვერაფერს ვერ გავიგებ, აქ რა ხდება, სულ დახურული იქნება. არა. ძრავი ჩანს. დამატებები უხდება ძალიან ეს ტუჩი. სხვათა შორის ჩემ მანქანაზეც აი ესეთი გადავწყვიტე, ესეთ გაყოფილი სპლიტერი ტუჩი. რაღაც უფრო მომწონს, მე პირადად თლიანს ესე გადამოც მირჩევნია და ეხლა შევამჩნიე რომ ამასაც ესეთი აქვს, ესეთ გაყოფილი აქვს. A few moments later. აი BMW ცენტრიდან ცხელ-ცხელი, აი მესამე სერიები, კაკრა. მოკლედ დავთვალიერეთ რაღაც მანქანები. აგერ ჯიგარი როგორი M5 გაიჩნდა. შეგახედოთ. მატოვი. ეს ძვები, ოკეი, შეხედე. ნახრეტები აქ იმას, ძარაზე. ესეც უეჭველი კამუფლაჟირებული იყო თავის დროზე. შეხედეთ როგორი ნახრეტები აქ ყველგან. და მე ესე იგი გაყიდეს ესე როგორც იყო. ხო, ანუ აშკარად უკან აი ეს პლასტმასები აქვს დაკრული და მე აძრობილი და ისინია რა ქვია რა. სილიკონები აქვს წასმული და ესე არის გაყიდული. რა საინტერესო წინ ახდება, ხო? წინ უეჭველი, ნუ იასნა. რაც იცვლებოდა დეტალების შეცვალეს, სავარაუდოდ. ხოლო უკან
ამ ხელა ფრთას ხო არ მოჭრიდნენ. და ნუ ეს ბამპერიც დატოვებული. არ ვიცი, მე ეგრე ხსნი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ესეც რაღაცა სატესტო რეჟიმის ავტომობილი ყოფილა, მაგრამ უკან საბარგული რატო ვერ შეცვალეს. იმეებით არის სილიკონით არის ამოცებული სულ. საინტერესოა. მოკლედ დასრულდა ჩემი მოგზაურობა გერმანიაში. ვიცი, ჩემთვის უკვე უცხო არ იყო ნამდვილად. მე 4 ჯერ ვარ უკვე ჩამოსული გერმანიაში, მაგრამ მიუნხენში პირველად ვიყავი და ის რაღაცების ის ნახვაც მინდოდა, ყველაფერი ვნახე კარგად, დავათვალიერე და რავი, ავტომობილებიც ვნახე, აგერ კიდე ჯიგარი G20 დავათვალიერე და მოკლედ რა, მაყოფილი ვარ რა. რაღაც ავტომობილებს რის ნახვაც მინდოდა ვნახე, ერთადერთი ვერ ვნახე მესამე სერია, რომელიც ჯერ არ არის წარმოებაში გაშვებული, მაგი მინდოდა მენახა ახლოდან კარგად. კამუფლაჟირებული დავინახე, მაგრამ ესე გაჩერებული და ახლოდან ესე ვერა. მოძრავი დავინახე. და სულ ეგ იყო რა. მოკლედ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. შეხვდებით თბილისში დროებით.